ქართული ოცნების ორწლიანი მმართველობა მესამე სექტორის ანგარიში 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიციის ხელისუფლებაში ყოფნაში აფასა. შემაჯამებელ ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტი სფერო მოხვდა, მათ შორის სახელმწიფო მართვის სისტემა. არასამთავრობო ორგანიზაციები რეკომენდაციას აძლევენ პარლამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. კრიტიკა დაემსახურა მთავრობამაც კოორდინაციის ნაკლებობა და არაფორმალური მმართველობა. ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთ გამოწვევად არასამთავრობოები საარჩევნო რეფორმას ასახელებენ. დოკუმენტში საუბარია მთავრობის მიღწევებზეც. პოზიტიურ ნაწილში მოხვდა მართლმსაჯულების რეფორმა, სასჯელ ახსნება, მედია, თუმცა ამ მიმართულებითაც მესამე სექტორი მთავრობას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს. ძირითადად შეფასებები გაკეთებულია იმის და მიხედვით, თუ როგორი იყო დაპირებები ქართული ოცნების არჩევნებამდე და როგორი იყო სამთავრობო გეგმა, რამდენად შესრულდა ესა თუ ის მიზანი, რამდენად შესრულდა ეს რეფორმები, რომელიც თავიდან იყო დასახული. შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში მოიცავს როგორც პროგრესის შეფასებას, როგორც ასე ვთქვათ, დადებით შეფასებებს, ასევე რა თქმა უნდა იმ გამოწვევების გამოკვეთას, რომელიც დღეს არსებობს. რა გამოწვევის წინაშე დგას პარლამენტი არის ის, რომ ისინი ფაქტიურად ვერ აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ნაწილში არიან ძალიან სუსტები. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლავ გამოწვევის წინაშე დგას აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც არის საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს და რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს არის ნაკლები კოორდინაცია ერთმანეთს შორის, რაც უნდა მოგვარდეს.